აჰა ნატუკა ეთერში დავბრუნდი. დავბრუნდი? რა დღეში ვარ ხედავ? ძალიან კარგი. ჩავიწერ ჩვენ გითხარით დეტალები, რომ ჩემი ანრი ყოველთვის ლამაზი იყოს. მუსიკა გჭირდება, სხვანაირად არ გამოდის არაფერი. ჩემი სიმღერები იცი შენს მაგივრად სიმღერები მე რომ ენატრება მას თუ ენატრები მე შემახვედრე ამას გევედრები მე რომ ენატრება მას თუ ენატრები მე მგონია ყველასთვის ძალიან ცნობილი სიმღერა, კიდევ უფრო ცნობილი გახდა. კი ბატონო. სოციალურ ქსელებით. ამასობაში ამ ცნობილ სტილისთან მეც შევიჭერით, ხმადა ვარ, უფრო სიმპათიური ვიდრე წინა ბლოკში ვიყავი გეთანხმები, ანრი. აბსოლუტურად გეთანხმები. რა საყვირველია. ლანა წორწომია ჩვენ დღევანდელი სტუმარი, როგორც ხედავთ, პროფესიონალი ნამდვილად, ძალიან ნიჭიერი. ყოველთვის ლანა იყო პოპულარული, მაგრამ ბოლო დროს TikTok-ის ტრენდმა მეტად უფრო პოპულარული გახადა და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო. სხვათა შორის ვიდეო, რომელიც ბოლოს ჩაწერა და აი ეხლა ჩვენ რასაც ვიღებდით და გავითამაშეთ იმიტაცია გავაკეთეთ ტრენდის. ეს არის ტრენდი, ძალიან ბევრმა იცით. და ლანა ზოგადად ესე მუშაობს ხოლმე, მაგრამ ბევრმა არ იცის და გონია რომ აი თითქოს დადგმული იყო და ასე შემდეგ და ეს არის ლანის ყოველდღიურობა, სულ ცეკვად ჭრის. მას და ჩვენ იმის გვაგვიდა რომ აკი დავდგით, მაგრამ ლანო სალონში ამ ყველაფერს არ დგამს და ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად თვითონ გვიამბობს ამ ტრენდზე და გადავიდეთ. დღეს სალომე ონაშვილი ყავს ხილული სასწაული. რომელსაც მოგვანატრა თავი. ძალიან. ხო. და სასწაულის უმარი მოგვიყვანა ნიჭიერი, რაც თავარია და ყოველ შემთხვევაში მე გარდა ნიჭიერებისა მომწონს ის რომ მან თავისი ნიშა იპოვა, როგორ უნდა მიიზიდოს თავის პროფესიონალურ შეჭრასთან თან, ცოტა ჩემსკენ თუ შეიძლება, კი ბატონო. თქვენ ჩემსკენ იჯექით. კარგად იხართ. ხა ზურგით არ გაჭდა. ლანა, მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩემი რუბრიკის სტუმარი ხარ. პირდაპირ გეტყვით ტრენდზე. ხალხს გონია რომ დადგმულია თითქოს წეგან რა ვამბობდი და ეს არის შენი ყოველდღიურობა. მოგვიყევი ახლა როგორ გადაიღე ეს ტრენდი რანაირად მოხდა? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები სრულიად საქართველოს. ხო, კი, მართალი ხარ, ზოგს გონია რომ რატომღაც ლანა ოდნავ გადაიწე ხორხმა გამოჩნდეს. ზოგს გონია რომ ტრენდისთვის ვამზადებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც აღნიშნე, ყოველდღიურობაში მაქვს, იმიტომ რომ მე მუსიკის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. არც სმენა მაქვს ისეთი რომ გადასარვად გამოგდის. ხო, მაგრამ ეს ჩემია და ვთვლი რომ რაღაცნაირად ძალიან კარგად, ძალიან კარგია ამ სიმღერასთან რაიმე განსაკუთრებული ემოციები ხო არ გაკავშირებს? თქვი არ მოგერიდო, თქვი. ყველა მისი გამოცია. თორე ჩვენ გაგამხელთ თქვი. იცით როგორ არის? სულად გაწმენდილსაზე არ შეიქმნა ეს მუსიკა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მომზე არ ვიყავ. კი ბატონო. აქედან ჩარლი სალომეს ანგელოზი რატომ? არის რაღაცები ეს არ საუბრობ საკუთარ თავთანაც კი. აი კადრები, რომელიც მოიწვა სოციალურ ქსელში. ხოლმესამ და იჯდა ზოგადად მას რა საჭირო. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რა არის, მე მომხმარებლის ამ შემთხვევაში რეაქცია მაინტერესებს. სულიად გულწრფელად. აი ხა მე რო შემოსულიყავი, არ მწოდნოდი და ძმის შესაძლებლად შემოსულიყავი და უცებ თან მჭრი და თან ამ სიმღერას მიმღერი, ცოტა დავიძაბებო. აი ამ სიმღერას გაგცემ პასუხს. აი ეგ მინდა რომ მითხრა და არ მცემდა. ანუ ნახეთ როგორ არის ზოგადად ყოველს გონია და კომენტარებში ხშირად სოციალურ ქსელში მიტოვებენ რომ აი მე ვისვენებ და დასვენება მინდა. ჯერ ერთი ყოველ ძალიან კარგად იცის ჩემთან სალონში რომ მოდის, ნუ იქ რა უგულოობა ჭყალებში თქვათ არის. ხალისი. ანუ არა მარტო თმას ჭრით. ერთობით სასმელს, ნუ ძალიან მაგარ დროს ვატარებთ. მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში, დიახ, ანრი მოგეხსენებათ, ეს არის კულტურა, რა თქმა უნდა, როცა თან
პირველად მოდის სალონში და ეს მამაკაცი ნამდვილად პირველად იყო რუსთავის ფილიალში და მე ვთქვი რომ თუ შეიძლება რომ ვიმღერო, იმიტომ რომ მე მიყვარს მუშაობის დროს სიმღერა, რა თქმა უნდა აღნიშნე დამეთანხმება და მან თქვა კი. და შენ ამღერდი. რა კარგია. პირველად რო ნახე რა ეს TikTok-ი, ასე ვთქვათ, გავარდა. რა რეაქცია გქონდა? ელოდი ეს არ იყო პირველი. შარშანი იყო. მოსწავლეებთან მქონდა ცოტა რაღაც როგორ თქვა ბილად მინდა თქვა ცოტა კაცრი იყო ესეთი და ნუ ეს აიტაცა თელმა საქართველოს და ყველაზე მეტად რამაც დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში და აი საოცარი აი ვიგუდებოდი სიცილით ეს იყო ბიჭები იცნობდნენ ტოპს აი ესე გადაბსკვნილი პიჯაკი მე ვიყავს ხოლმე ესე გადმოცმული ესე მუშაობა და ნუ საოცარი და მომხმარებელი ეს თქვა გადმოგდებული აი ესე ნუ ეს იყო რაღაცა სასწაული ნუ ეს გავარდა და მე არ მაქვს ხოლმე ნახე როდის ბრაზდები აი ერთადერთი რაზეც შეიძლება გავბრაზე და წყობიდან გამოვიდე ეს არის სამწუხაროდ წყევლა და ვიზუალურ ამ ვიდეოების გამო წყევლიან ახლა არის აგრესიული კომენტარები ჩემ ჰეითერებზე იმიტომ რომ მე მაინც ყველა მიყვარს იმიტომ რომ ეს ჰეითერები მაინც რო არა ჩვენ ვერ წავალთ ლანო ბოდი ჰეითერი ბევრი ყავს ძალიან ბევრი მართლა აი რამის გამოწვევი მიზეზი შენი აზრით რა ჩემი განწყობა ჩემი ვიზუალი სტილი ჩაცმის და ნუ არ მუშაობის სტილი თუ მუშაობის სტილი ხო არ მახსოვს პირად სამსახურის აი პროფესიონალი მე არ წამიკითხავს მე პირადად რომ რაღაცა არ მოსწონს აი თმა არ მოეწონათ აი ის არ მოეწონათ არა ვიზუალზე ჩემს ვიზუალზე აქვს აგრესია განსაკუთრებით ქალებს რომლებსაც ხმახელს გიშლის და ამიტომ მიჯობია ძალამეზია მაგრამ მიკროფონს აფარებდა ხო განსაკუთრებით ქალბატონებს რომლებიც დაახლოებით 45 პლუს არიან და აი ამ ქალებს აქვს საშინელი აგრესია ჩემს ერთი წუთით 45 პლუს გალბატონებს ყველას არ აქვს აგრესია აგრესით მაგასაც რატომ არა მე მიშენასაც ამბობ ზუსტად ნახეთ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე როცა ადამიანი არის შემდგარი მან თავისთვის ჩუმად წყნარად არანაირი ცნობილი სახეების ჩარებით და რეკლამებით მოიპოვა და დაიმკვიდრა თავი ამ პატარა გოგომ 17 წელია ხო ამ სფეროში და მე ეტაპობრივად მივედინები და მე თქვი კიდევაც ერთ სტატიაში აღნიშნე ის რომ მე ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა ამისთვის. ეს მართლა ნახეთ როგორ ლამაზად ჩანს ვიდეოებში რომ ფერთობი, ნუ ეს ჩემი ხასიათია. მე რაც არ უნდა ცოტ ხასიათზე ვიყო ჩემს თანამშრომლებთან, ჩემს სამსახურში რომ შევდივარ, პირველი რასაც დამეთანხმება სრულიად ყველა ჩემი თანამშრომელი ნებისმიერ ქსელიდან, რომ მუსიკა მჭირდება. და აუცილებლად ყველა ვიღიმით. ნუ ეს ჩემია. ბავშვობიდან ვარ ეგეთი. და მე ვფიქრობ, რომ თქვენც ჩემო საყვარელო საზოგადოება იშრომეთ, გაიღიმეთ ბევრი და იყავით რა, ისეთები როგორებიც ხართ, ეს არის შენი იმიჯი. მან თავისი ნიშა იპოვა. მე თამამად ვიტყვი, რომ ძალიან მყარად დავიმკვიდრე თავი ამ საზოგადოებაში, ამბიციურიც ვიქნები, იმიტომ რომ მაქვს ამის უფლება. მე მიწერენ ხოლმე, რომ აი შენი ამბიცია მომცა მოგცა, იმიტომ რომ იცი რა მაგრად იქნები? ძალიან მაგრად რა მნიშვნელოვანია. ლენე, თუ ქონია შემთხვევა, თუ გახსენდები, რომ მომხმარებელი აი მაგალითად შეწუხდა ზედმეტი მუსიკისგან და ხმაურისგან და თუ თქვენ მომხმარებელი მყავს, რომელიც ვიცი, რომ წინასწარ მოდის ჩვენთან და თავიდანვე ან საერთოდ გავთიშავთ, ან დაბახმას ჩავუწევთ. ახლა 3 საათი ჩვენც არ აგვიშავს, რომ იყოს ესე ვთქვა, რომ ერთადერთი მყავს ეგეთი და ძალიან მადლიერია ამის. ან დავუშვათ უთქოს რიც რა ეს არ მომწონდა, დავუშვათ ჯაზი მინდა. არა, ძირითადად თუ რამე მუსიკები ითვება, ძირითადად ეს მუსიკები, რაც ითვება სალონში, მომხმარებლის ხასიათია. მე ხა თქვა ამ ჰარი ჰარალისაც არ უსმენ ახლა სულ. ხასიათია, ხანი აბსოლუტურად სხვა მუსიკებია, მაგრამ იმ ჩემს რაღაც კლუბურ მუსიკებზე ვერ გადავხვდი. არა, მე მგონია ჰარი ჰარალეთი უფრო სასიამოვნო სალომე, ბოდი, შეიძლება ვკითხო ერთი. ეს მაინტერესებს, შენი ბიზნეს გათვლა არის თუ არა, ნაწილობრივ? არასოდეს არ ყოფილა ანრი. აი დამეფიცება, იმიტომ არასოდეს არ გამიკეთებია, რომ იცით რა არის? თუ ჩემი წინსვლა საერთოდ რამე საწინდარია და რაღაცა, ჩემი ინსპირაცია არის ხალხი. ნუ ჩემი ხასიათი პირველ რიგში თუ რამე გამიკეთებია ამ ცხოვრებაში და წინ წავსვა, აი მაგალითად ქსელებზე მკითხეთ, ეთერს გარეთ მკითხე, მაგრამ რომ აი მეორე ქსელიც გახსენებ, ისეთი მოთხოვნა არის ლამაზ აი გაიზარდა ისე მომხმარებლები იმ TikTok-ის ტრენდის მერეც. მანამდეც ვიცი რომ არ გაკოდა. TikTok-ის ტრენდის მერე სხვათა შორის პირადში წერდნენ ჩემი ჰეითერები, რომ შენ მიყვარდით და დიდი მადლობა დღეს ყველას უყვარვარ, მართლა.
აი დღეს ყველა ჩემ ხედავს უყურო და მადლობა. სასეონო ნამდვილად. ძალიან მაგარია. არა ჩვეულებრივი არის დიდი მადლობა თითოეული იმ ადამიანს, რომელმაც ის 2 წუთი დაკარგა, რომ აი ეს ტრენდი გადაიღო. ხალხი მწერს რომ აიო, როგორ არ გიტყდებაო დაქცინიან. მე ვიცი რაღაც პრიზიც გაქვს ამისთვის დაწესებული და ესაც ახლა ეგ ჯერ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მოკლედ ასეთი ამბები რადგანაც ესე გაჟღერდა და ყველა ჩაერთო ქორწილებიდან, დაბადების დღეებიდან, პატარა თოთო ბავშვებთან, ყველა ჩართული რადგანაც იყო, გადავწყვიტე რომ მე დამეწესებინა პრიზი. რა არის პრიზი? ანუ ხალხის რჩეული და ჩვენი შიდა საზოგადოების რჩეული მე აი ყველაზე მეტად რომელ იმაზეც გამეცინება ამ ვიდეო რგოლს აუცილებლად გავაკეთებ, რომ რეალურად ხალხმა რაღაცა მიკერძოება არ მიიღოს. მე გადავხედავ ყველა ვიდეო რგოლს, ამას გადავიღებთ და სადაც დიდი ემოცია მექნება და აი პანიკური შეტევითი სიცილი, აი ის გაიმარჯვებს. ნახე, არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ სიმბოლურად დარჩებათ. ანუ მინდა შევუძინო მაიკები და სამოთახიანი ბინავაკეში. სადაც იმ მაიკაზე იქნებიან, ანუ თვითონ ის მომხმარებელი, რომელიც ზის ეს შეჭრის პროცესი, სურათივით რაღაცა გაუმზადო და პლუს აი იმას რა ქვია, სულ ვერ ვიხსენებ ხოლმე. თასი რამე? ხო, რაღაც სადაც წარწერა იქნება, რომ ყველაზე მაგარი ან TikTok-ერი, ან რაღაცა ტრენდი, რაღაცა და ძალიან მაგარი იქნება. ძალიან მაგარი იქნება. დავიწყოთ ხა ვიფიქროთ მე და შენ გადაღებაზე. არა, საინტერესო, მე არ გადამიღეს ხო შენ სამრჩეული. სამრჩეული. როდის თავდება კონკურსი მოვასწრებთ? კონკურსი უკვე უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ უკვე ძალიან დავღალე საზოგადოებაც, ჩემი კი დავით ვერთობით გადასაღებად. აუ, იცით რა, მინდა რა ვკითხო ლანეს, ახლა ისე ვერ გავუშვებ, რომ რჩევები არ ვკითხო. აუცილებლად. სტილისტი მოვიყვანეთ და აუცილებლად. მოვლასთან დაკავშირებით თან მე ქერეთმე მოგდა, ქერეთმეზე უნდა კითხო პირველ რიგში. არის თუ არა შესაძლებელი ისე, შევიღებოთ ქერეთმე რომ არ დაგვეწვას. მოდი გულწრფელი ვიქნები, სოფლიოში არ არსებობს თმა შევიღებოთ ქერათ და არ დაზიანდეს, მაგრამ თუ ქერათმა გვაქვს იმ შემთხვევაში, საერთოდ არ უნდა გვეტყობოდეს, რომ არის დაზიანებული. ამისთვის რა არის საჭირო? თმის მოვლის პროცედურების ხშირი ჩატარება. აი მაგალითად ამბობენ, რომ სალონური პროცედურები ზოგჯერ კი არა, არ ვარგა ზოგადად ქერეთმისთვის უფრო წვავს და ცხელი პროცედურები სალონში როცა ვიკეთებთ, ბოტოპლექსი მაგალითად. არა, მე პირადად მოგიწევ ჩემთან. აჰა. შვანიერი. პატიჟებ და აი მან თვითონვე ნახავ ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა ნახეთ რატომ არა. რატომ არის მითი? ყველაფერს ხო სჭაი თქვენ ეხლა სხედხართ და ზუსტად იცით რა სჭირდება თქვენ სამსახურს, ხო? ჩვენც ასევე ვიცით რა შეიძლება რა გამოიტანოს შედეგი. ეხლა ნახეთ, ბოტოქსი რო ეს ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო დაზიანებული თმისთვის, ეს ძალიან კარგად ვიცით, ხო? აჯანსაღებს და ატენიანებს თმას. ეს ერთი. და მეორე, ქერათმა არის ძალიან ძვირად ღირებული პროცედურა. თუ გადაწყვიტე რომ ეგ ერთხელ გაიკეთო, მაშინ ამის შესაძლებლობაც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სჭირდება თოთო ბავშვით სულ მოვლა და რა შავი რომ აქ. აქედან გამომდინარე სჭირდება ნიღბები, პროცედურები, ბზინვარება აუცილებელია, ჰაეროვანი იყოს. თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს თან დართული უნდა იყოს. ანუ ეს ცხელი პროცედურა შეგვიძლია რომ გავიგოთ მაგალითად. ცხელი პროცედურა ალბათ გულისხმობთ ბოტოქს. ატენიანებას თმის კი ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ რას გურჩევთ მაგალითად, აი რუტინა მაგალითად როგორია ქერეთმის რომ ვიცოდეთ. მე უფრო გავუმარტივებ ადამიანებს, ვინც მაგალითად სალონში ვერ ახერხებენ მოსვლას. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ სახლში როგორ მოვუარეთ. სახლის მოვლის პირობებში ხა გაგიკულტება თან შეიძლება მოსმენილიც გაქვთ. აი ყველაზე მაგარი არის რეალურად ავიღოთ ბრინჯი, ну რაღაც მოცულობის გააჩნიათ მის სისქეს და სიცილეს, ხო. მოვხარშოთ ეს ბრინჯის ნახარში ხალხო აი სცადეთ რა. ნებისმიერისთვის ბრინჯის ნახარში არის საოცარი თმისთვის და ალოე. ალოეც კი ოჭაღანრი შენ. და დავდიოდი. ეხლა გააჩნიათ მას რა სჭირდება. ну სიმაგრისთვის, სიმყარისთვის კვერცხის გულის მნიშვნელოვანია. რისთვის არის კარგი ეს? ატენიანებს. ზრდის საშუალებას აძლევს, ბზინვარებას, ჰაეროვანს ხდის. ეს ნიღაბი უნდა გაკეთდეს ალბათ, ხო? გამოვწურეთ ეს ბრინჯის ნახარში, სანამ გაცივდება ცხელი გადავიგლეთ, ხო? თმაზე და სადღაც 5 წუთში ჩამოვიყვანეთ. თვითონ ის რო შრება, მე მყარდება და ვეღარ გავშევიწყო. ეს ბრინჯის ნახარში მაგალითად ნებისმიერი ტიპის თმაზე შეგვიძლია თუ ქერათმე? ანუ შავი ქერა არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ასევე მაიონეზი. ხო, ეხლა ძალიან რთულად გამოსაყვანია თმიდან, მაგრამ ნუ ფანტასტიურია. ცხიმიანობას არ მატებს? ცხიმიანობას მატებს. ნუ ვიბათ მთელი დღე, იმიტომ რომ მოვიშოროთ, მაგრამ თუ გვინდა რომ
აი ძალიან მაგრად გქონდეს და მართლა კარგია რა ეს გავითვალისწინებ, ვეპირად. მის სვენა და სიმაგრე ვისაც აქვს სჭირდება კვერცხის გული გებად რომელიც ამყარებს და ამაგრებს მაგრამ ნახეთ ახლა ეს გავიკეთეთ ერთის მერე ეს არა მიყევით ეტაპობრივად დავიწყოთ კვერცხის გულით, იმიტომ რომ ის სიმაგრე მერე მაიონეზმა დაარბილოს და ბოლოს უკვე რაღაცა ესეთი ჰაეროვანი მასალა ხონდეს. კვირაში ერთი კვირის განმავლობაში 2 დღეში ერთხელ გავაკეთოთ ეს ყველაფერი არის მე მოვდივარ ლანოს შენთან. მეც კი. ლანო, დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. მე ძალიან ბევრი რჩევა მივიღე. ძალიან სასიამოვნო ინტერვიუ იყო. მე დღესვე უკვე შევდგები ამ პროცედურების გაკეთებას და მაინტერესებს შედეგი. და აქვე მინდა მადლობა გითხრა, იმიტომ რომ ძალიან პოზიტიური გოგონა არის ლანო და მოყვანა დღეს სტუმრად. ჩვენი დღე დაიწყო ძალიან პოზიტიურად, მეგობრებო. მადლობა სტუმრობისთვის. უმეტეს მადლობა და წარმატებულად ეს გისურვებთ. ასევე წარმატებები ბევრი შენ. მადლობა. კიდევ გელოდებით რა თქმა უნდა.